მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მოვედი კლინიკა დენტორიუმში, იმისთვის რომ დავგეგმოთ ბაქარი ექიმთან იმპლანტაცია. დღეს გავივლი კონსულტაციას და ბაქარი ექიმი მეტყვის რა და როგორ ჩაივლის. შევარჩიეთ MAS-ის C1-ის იმპლანტი და გაკეთდება X იმპლანტი. დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კბილების დანაკარგი და ამის გამო მქონდა ესეთი დისკომფორტი. როგორც იქნა გადავწყვიტე მოვსულიყავი კლინიკა დენტორიუმში ბაქარი ექიმთან და სწორედ მათი წყალობით გადაწყდა ჩემი პირისყრუს სრული რეაბილიტაცია. პირველ რიგში ბაქარმა ექიმმა დამიგეგმა იმპლანტაცია, ეს არის ამერიკული დესპაისინონას C1 იმპლანტის არჩევა მოხდა. დაიგეგმა პირისყრუს სრული რეაბილიტაცია, გეგმა გაიყო რამდენიმე ნაწილად. პირველ ეტაპზე მოხდა კბილის დანაკლის მიდამოში, სადაც უფრო დიდი ხნის ამოღებული იყო კბილები, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ის იმ მიდამოში ჩავსვათ იმპლანტები, ტომოგრაფია, სკანირება, შაბლონები, დაიგეგმა ოპერაციის დღე და ერთ ეტაპად გავაკეთეთ 6 იმპლანტი. ერთად ჩაისვა 6-ვე, დაიხურა. სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, მანამდე ველოდებით დაახლოებით 2 კვირა 10 დღე ძაფები მოხსნა და უკვე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ზედაპირზე ძვლის მოცულობა საკმაოდ შემცირებული იყო და კონკრეტულად ზუსტად ის ადგილები გჭირდებოდა, რათა ძვლის აგმენტაციისგან თავი აგვერიდებინა და გაგვემარტივებინა პროცედურა. ეს სწორედ დავგეგმეთ და სწორედ შესრულდა შაბლონების დამსახურებით და ძალიან კარგი დამჯერე პაციენტის წყალობით. ასე რომ მარტივად, ასე თუ ისე მარტივად ჩაიარა, გავამარტივეთ უბრალოდ ეს მანიპულაცია და უკვე გადავალთ შემდეგ ეტაპზე.